ანგარიშ ვალდებულება ხალხის წინაშე. ჩვენ გვაქვს კითხვები. ისინი ვალდებულნი არიან გქონდეთ პასუხები. ჩვენი უფლება ვიცოდეთ. ჩვენი უფლება მათ ძალაუფლებაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ გვაინტერესებს სიმართლე. მათ უნდა აინტერესებდეთ ხალხის აზრი. ჩვენ ველოდებით გულახდილ პასუხებს. პირდაპირ საუბარი ეკაბერიძესთან ყოველ საქმეს მაესტროზე. საღამომშვიდობისა თქვენ უყურებთ პირდაპირ საუბარს ეკაბერიძესთან. მიუნხენის აეროპორტში მომხდარ სკანდალზე ქართული პარტია კომენტარს არ აკეთებს. ბადრი ბიწაძე კი ამბობს, რომ ლევან გაჩეჩილაძემ მორიგი დავალება მიიღო, რომლის მიზანიც ბიწაძის პროვოცირებაა მისი დაკავების მიზნით. გაჩეჩილაძის აზრით ეს ყველაფერი პირადულია და საჯაროდ საუბარი არ სურს. უნდა იცოდეს თუ არა საზოგადოებამ იმ საჯარო პირების ცხოვრების დეტალები, ვის პოლიტიკურ კურსსაც მხარი უნდა დაუჭიროს. როდის, ვინ და როგორ უნდა დაასრულოს სააკაშვილის რეჟიმი და ამართლებს თუ არა რევოლუციონერების მოსვლა ხელისუფლებაში. პირდაპირ საუბარი ლევან გაჩეჩილაძესთან გვექნება. თქვენ უყურებთ პირდაპირ საუბარს, ლევან გაჩეჩილაძეა ჩვენი სტუმარი, ბატონო ლევან, მოგესალმებით პირდაპირ საუბრის სტუდიაში. თქვენც და დანარჩენი ლიდერებიც ქართული პარტიის იკავებთ თავს კომენტარისგან იმ ინციდენტზე, რაც მოხდა მიუნხენის აეროპორტში. იმ მოტივით, რომ ეს არ არის საჯარო და არის პირადული. მაგრამ თქვენ ხართ საჯარო პირი, რომელსაც საზოგადოებამ ან უნდა დაგიჭიროთ, ან არ უნდა დაგიჭიროთ მომავალში მხარი. არ ფიქრობთ, რომ პრინციპში ეს ინფორმაცია უნდა იყოს მაინც საჯარო? გავიხსენოთ კლინტონის და მონიკა ლევინსკის ამბავი, რომელიც მთელი მსოფლიოს საკუთრებად იქცა და შეცვალა თუნდაც კლინტონის ბედი. ძალიან კაი შედარებები მოყავს ხოლმე. ყველაზე ხმაურიანი პირადული სკანდალი, რომელიც იქცა საჯაროდ. ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველოს დემოკრატიის დონით ბევრად უფრო განსხვავდება ერთმანეთისაგან. მეორეს ეს მართლაც პირადულია და არანაირად არ მინდა ამის გასაჯაროება და მე ყველა კითხვაზე პასუხობ. ყოველთვის მინდა რომ ვიყო გამჭვირვალე, მაგრამ ჩვენ როდესაც ვცხოვრობთ ისეთ რეჟიმის პირობებში, სადაც ტყუილს მართლაც ერთმანეთს ურევენ და ასე შემდეგ აღარ მინდა ამის ჩავუღმავდე. დღეს ვთვლი, რომ ეს არის პირადული, არასაჯარო საკითხი და მინდა გთხოვოთ, რომ ნუ დამისვამთ ამაზე კონკრეტულ კითხვებს. არა, მე არ გიკითხებით რა მოხდა მიუნხენის აეროპორტში. თქვენი დამოკიდებულება მაინტერესებს, უბრალოდ პირადული და საჯარო ინფორმაციის მიმართ. ნურთ საზოგადოებას დამაპირისპირებთ. ამ წუთში არ მსურს ამაზე ლაპარაკი. მაგრამ ბატონო ლევან, ბრალდება იყო თქვენს მიმართ კიდევ ერთი. ფაქტია, რომ ეს იყო იმ ბრალდებების გაგრძელება, რომელიც გაავრცელა ბიწაძემ პრესის საშუალებით და შემდეგ მან კიდევ დაამატა. ბიწაძე აცხადებს, რომ თქვენ ასრულებთ ხელისუფლების დავალებას იმ მიზნით, რომ მისი პროვოცირება მოხდეს და შემდეგ ის დააკავონ. ამაზეც არ გსურთ პასუხის გაცემა. არა, კომენტარს არ გავაკეთებ, იმიტომ რომ არ მემაჩნია, რომ ახლა კომენტარი იქნება აზრიანი. ისე ინციდენტი რომ მოხდა ხომ ადასტურებთ? რაც მოხდა, ის მოხდა. ერთ-ერთი თვითმხილველი ასევე ავრცელებს ინფორმაციას, ერთ-ერთ გაზეთში დაიბეჭდა ეს, რომ იქ მოვიდა პოლიციაც. ანუ აქედან გამომდინარე, არის თუ არა დასაშვები ის, რომ პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, ასევე ყოფილი სამხედრო პროკურორი, პრეზიდენტობის მოვალეობის ყოფილი შემსრულებლის მეუღლე და ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარის მეუღლე თეორიულად დასაშვებია, რომ აღმოჩენილი იყვნენ გერმანულ საპყრობილეში. ამის შემდეგაც პირადული იქნებოდა თუ პოლიცია ჩაერეოდა ხომ ასე იქნებოდა. რაკუდების მობმა იცით? ამის შემდეგ ხომ მაინც საჯარო გახდებოდა ბატონო ლევან ეს შემოეკა ხვალ შუადღის 3 საათზე ვერის საკალათბურთო სასახლეში არის ქართული პარტიის თბილისის კონფერენცია შუადღის 3 საათზე მინდა ყველას ვთხოვო რომ მოვიდეს ჩვენს გულშემატ დავპატიჟო საზოგადოება ხალხი და მოდით ვილაპარაკოთ საქმეზე ამას დავუსვათ ძალიან გთხოვთ წერტილი მაინც არ გაგცემთ კონკრეტი გადაწყვეტილება. კარგი კი ბატონო მე ჩემი საქმეა კითხვების დასმა თქვენი საქმეა პასუხების გაცემა ან არ გაცემა. კარგით, ქართული პარტიის მიზნების შესახებ ვისაუბროთ მაშინ. თქვენ აცხადებთ რომ ქართული პარტია იქნება მომავალი ხელისუფლება. რომ ასეა? დიახ. მე მაინტერესებს შეგიძლიათ თუ არა ისაუბროთ კონკრეტული პროგრამის შესახებ, იმიტომ რომ პრეზიდენტმა ერთ-ერთ თავის გამოსვლაში არც თუ ისე დიდი ხნის წინ თქვა რომ როდესაც თქვენ იყავით პრეზიდენტობის კანდიდატი, მოდიოდით ჯიგრულად, მაგრამ არ ქონდათ კონკრეტული პროგრამა. დღეს შეგიძლიათ მიხეილ სააკაშვილს დაანახოთ, რომ თქვენ ნამდვილად გაგაჩნიათ კონკრეტული პროგრამა, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს კრიზისიდან.
არსებობს სახელმწიფო რეჟიმის კონიუნქტურა, რომელმაც უნდა გაყიდოს ესა თუ ის ლიდერი და ესა თუ ის პარტია თავისთვის მისაღებ ვარიანტებში, რომ დააბრალოს ამ ადამიანს ეგრეთ წოდებული ძველბიჭობა, გნებავთ ქურდული მენტალიტეტი, უცოდინრობა და ასე შემდეგ. იმას, რასაც ლაპარაკობს სააკაშვილი, მისი რეჟიმი და მისი ტელევიზიები და მისი ჟურნალისტები, ეს არის მიზანმიმართული პროპაგანდა, მიმართული იქითკენ, რომ მათ თავისი პოლიტიკური ცხოვრება გაიხანგრძლივოთ. ხშირ შემთხვევაში მე ასავალ-დასავალში მქონდა ჩემი პირველი სტატია რა იყო და რა იქნება ჩვენც და ჩვენი გულშემატკივრების ამ კონიუნქტურის, ამ თამაშის წესებით, გნებავთ ანკესის, ქვეშ ვეგებით ხოლმე და სხვათა შორის ჩვენთვის შინაური ჟურნალისტებიც კი და ამიტომ ზოგს ექსპერტ ჟურნალისტს გონია რომ არ ქონია პროგრამა ჩვენ დავბეჭდით დაახლოებით 9 მილიონი გაზეთი სადაც ჩემი პროგრამა შავი თეთრზე იყო დატანილი. ეხლა გნებავთ დღეს გეტყვით რა ესე იგი ჩვენი სამოქმედო გეგმა შედგება ორი ნაწილისაგან. პირველი ნაწილი თავის თავში ასახავს პასუხისმგებლობას, რომელიც თან ახლავს რეჟიმის ცვლილებას, ამას ჭირდება პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომ ეს ადამიანი რო წავა, მიავიღებ ამ ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობას. მე, ჩემ გუნდთან, ჩვენ გუნდთან, ჩემს პოლიტიკურ გუნდთან და სხვა იმ პოლიტიკოსებთან თუ პოლიტიკურ პარტიებთან თუ სამოქალაქო სექტორთან ერთად, რომელიც ამ ცვლილებაში მიიღებს მონაწილეობას, ან არ მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ საჭირო იქნება ქვეყნის მომავალი მართვისთვის. ეს რა უნდა შეცვალოთ კონკრეტულად? ეს სისტემა უნდა დაინგრეს, ძალადობაზე აგებული მედია და პოლიციური ძალადობაზე აგებული სისტემა და უნდა მართლაც თავისუფალი კონკურენტუნარიანი სისტემა ჩამოყალიბდეს. ორ სიტყვას, ახლა მე მეთქვით პროგრამაზე არ გილაპარაკეთ. ეკონომიკურ ასპექტებზე გეტყვით ორ სიტყვას. სწორედ ეგ მაინტერესებს. ეკონომიკური ასპექტი არის, რომ ამ ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქის დასაქმება არ წარმოადგენს დიდ პრობლემას. გამომდინარე იქიდან, რომ თუ ჩვენ განვიხილავთ იმას, რომ გაიხსნება საექსპორტო ბაზრები და პირველ რიგში რუსეთის ბაზარი, თუ ჩვენ განვიხილავთ იმას, რომ ქართული პროდუქტისთვის გაიხსნება ადგილობრივი ბაზარიც, ანუ აქ აღარ იპარპაშებს თურქული, ირანული თუ და ასე შემდეგ პროდუქცია და ჩვენს გლეხს, ჩვენს მეურნეს მიეცემა თავისი პროდუქტის გაყიდვის შანსი საქართველოშიც, თუ ჩვენ ვიტყვით იმას, რომ აღარ იქნებიან მონოპოლიები დაწყებული ნავთობპროდუქტებიდან დამთავრებული ასანთამდე თუ კარაქამდე ის პროდუქტი ყველაფერზე. ანუ არ ჩაანაცვლებთ ხელისუფლებას მათქოსას. არ გამოვა. თუ სისტემურად არ მოყვები, არ გამოვა. გისმენთ კი ბატონო, დაკონკრეტულად. ამიტომ ამ სისტემას მოვყვები, საიდან ვასაქმებთ ამ ხალხს. თუ ჩვენ არ შევქმნით ბიზნესში ჯანსაღ კონკურენტუნარიან გარემოს თითოეულ ახალგაზრდას, შუახნისას თუ მოხუცებულს კარგი იდეის შემთხვევაში, იმას აქშივე არ კონსულტაციას არ შევქმნებავთ, ვასწავლეთ, გნებავთ, გადავამზადებთ ეს იდეა, როგორი სწორი სასტარტო კაპიტალით შესაძლებელია რომ ფრთები გამოისხას, ამას თუ სახელმწიფო გააკეთებს, შესაძლებელია რომ მოსახლეობის 100% დასაქმდეს აგერ სრული პასუხისმგებლობით ვიძახით და ისიც კი შესაძლებელია რომ მუშახელი არ გვეყოს ჩვენი ამ სიტუაციიდან გამომდინარე იმდენად ძლავრი ესე იგი დინამიკა არის მარტო სოფლის მეურნეობის პროდუქტში რამდენადაც მთელ სოფლიოს მთელ პროდუქტს თურმე ჩინელები ჭამენ. ჩვენ ვერაფერს ვერ გვიჭამენ, მინდა გითხრათ, ჩვენ თუ ჩვენი გვექნა, ჩვენ თვითონვე შემჭავთ და იმასაც გავყიდით ჩინეთში აგერ თუ ძალიან გაინტერესებს. ეს არის ეკონომიკური კრიზისის რამოდენიმე ასპექტი, რომლისგანაც შედგება ეკონომიკური მხარე და პოლიტიკურში ორ წინადადებას ვიტყვი. პოლიტიკური პროგრამის ძირითადი არსი ეს არის პოლიტიკური სახელისუფლებო ბალანსი, არასდროს აღარ უნდა იყოს ერთი კაცის ან ერთი გუნდის პარპაში. პრეზიდენტი, პარლამენტი, სასამართლო და მთავრობა ეს უნდა იყოს ისეთი ინსტიტუტები, რომელიც იქნება დაბალანსებული, ვერასდროს ერთმა ადამიანმა ვერ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და პოლიტიკური პარტიები, რომელთაც მართლაც ერქმევათ პოლიტიკური პარტიები, უნდა იყვნენ ძლიერები, მათ უნდა ჰქონდეთ შანსი ინვესტიციის მოზიდვისა, მათ უნდა ჰქონდეთ შანსი იმისა, რომ ჰქონდეთ კონკრეტული მემარჯვენე თუ მემარცხენე პლატფორმა თუ პროგრამა და ჰქონდეთ შანსი განვითარებისა და არ იყოს სულ ეს რუზრუზი იმაზე, რომ ფული არ აგვაქვს, ბიზნესმენები არ გვაძლევენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ბატონო ლევან, როდესაც ადრე კენჭისყრიდით დაიყავით პრეზიდენტობის კანდიდატი, მაშინ აცხადებდით, რომ თქვენ მოხვალთ რამდენიმე თვით
მოახდენ შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებებს, თუ არ ვწდები და თუ სწორად მახსოვს, საპარლამენტო რესპუბლიკაზე საუბრობდით და შემდეგ აპირებდით დაგეტოვებინათ თანამდებობა. დღეს როგორია თქვენი იდეა ამასთან დაკავშირებით? ეს წინადადებას დავამატებ წინა კითხვას, როცა ვლაპარაკობთ უსაფრთხოებაზე, ეს არ ნიშნავს მარტო ნატოს და შეიძლება ამ რეგიონის უსაფრთხოება ამერიკულ რუსულ მეგობრობას ნიშნავდეს, როცა ვლაპარაკობთ თვითმყოფადობაზე, ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ისტორიაზე უნდა დავაყროთ დღევანდელი პროგრესი. აი ეს არის ამ პროგრამის სათაური. ეხლა როცა ვიყავი, მაშინ არ ვიყავი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, მაშინ იყო ეროვნული საბჭო, ძალიან მძლავრი ოპოზიციური გაერთიანება, სადაც ძალიან ჯანსაღად და მართლა ჯანსაღად იყო დასაბალანსებელი ბევრი პარტიის თუ პოლიტიკოსის თუ საზოგადო მოღვაწის ინტერესი იმ ვითარებაში, რომ ერთი კანდიდატი იმ ერთ ადამიანში უნდა ყოფილიყო ყველას კომპრომისი შესული. და ის რაც გამოდნა და დღესაც ვთვლი, რომ ძალიან სწორად გამოდნა, იმიტომ რომ 7 ნოემბრის მერე აღარ იყო ისეთი დრო, რომ ჩვენ გვეფიქრა ერთ მძლავრ პოლიტიკურ პარტიაზე ან ერთ მძლავრ პოლიტიკურ ცენტრალიზებულ ბლოკზე და მე მივიღე ჩემს მეგობრებთან ერთად იმ დროისათვის მინდა გითხრათ ძალიან სწორი და ჯანსაღი გადაწყვეტილება, რომ მე მოვიდოდი იმისთვის, რომ თავისუფალი არჩევნების გარანტია ყოფილიყავი და შემდგომ უკვე ეს პოლიტიკური სისტემა საქართველოში დაალაგებულიყო ჯანმრთელად და ჯანსაღად. კი, რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვსაუბრობ, თავისუფალ არჩევნებზე ვსაუბრობდით, რაც ყველაზე დღეს რატო არის ჩვენთან ლაპარაკი ქუჩის კრიზისზე და რატო არის ესე რომ წამოვა ესე ორბიტასავით ქუჩაში მოვა კრიზისი, ადამიანების მოთმინება აივსება, გამოვლენ ქუჩაში, მე წამოვა ეს ისე ქუჩის ხსენება, იმიტომ არის დღეს რომ ჩვენ არა ვართ დაცულები, არა ვართ თავისუფალი არჩევნების, თავისუფალი მედიის, თავისუფალი სასამართლოს, სამართლიანობის პირობებში დღემდე პოლიტპატიმრები ზიან ციხეებში, დღემდე არც ერთ სასამართლო ჩვეულებრივ მოქალაქეს არ მოუგია თუ ის არ არის ნაციონალური მოძრაობის წევრი, დღეს ვერ გააკეთებ ბიზნეს, ვერ დაიწყებ ბიზნეს თუ არ ჩაუკუჭე ვანო მერაბიშვილს თუ სააკაშვილის ოჯახს, ამას ეს გვიბიძგებს. ანუ დღეს რომ მოხვალთ ხელისუფლებაში, თავისუფალი არჩევნები, სამართლიანი საარჩევნო გარემო, ეს არის იმის გარანტია, რომ საზოგადოებამ, პოლიტიკოსმა, სამოქალაქო სექტორმა ქუჩაზე ფიქს დაანებოს და ნებისმიერი პოლიტიკური, ეკონომიკური, საკადრო კრიზისი გადაწყდეს ოთახში, პარლამენტში, აღმოსავლეთში, ჩრდილოეთში, დასავლეთში თუ სამხრეთში. წეგან შტოების ბალანსზე ისაუბრეთ ხელისუფლებაში, ანუ გეგმავთ ისევ საკონსტიტუციო ცვლილებებს? თუ მოხდებით ხელისუფლებაში? ხელისუფლებაში მოსვლის დროს, რა თქმა უნდა, დღეს რუიანი, რაზეც ლაპარაკობს, ყველაფერს, ესე იგი, რუიანი არ ლაპარაკობს წყობის შეცვლაზე, ანუ გულისხმობს პრეზიდენტო რესპუბლიკის ცვლილებაზე საკონსტიტუციო საპარლამენტო სასარგებლოში. ჯერ ესეთი ხო, საპარლამენტო ეგეთ შტოებს შორის ბალანსია, რა თქმა უნდა. საკონსტიტუციო ცვლილებებმა აუცილებლად უნდა დააბალანსოს შტოებს შორის ბალანსი უნდა იყოს თავისუფალი. უფრო მეც გეტყვით, ჩვენ დროს ოპოზიციის წარმომადგენელი იქნება კონტროლის პალატის ხელმძღვანელი, ჩვენ დროს ოპოზიციის წარმომადგენელი იქნება ნებისმიერ სამინისტროში პირველი ან მეორე მოადგილე, მეორე რანგის მუშაკი, რომ ერთად ვაშენოთ ის სისტემა, რომელსაც ჩვენს მერე ხელისუფლება აღარ დაანგრევს და სისტემად დარჩება. უბრალოდ შეიძლება პირველი ან მეორე კაცი შეიცვალოს არჩევნების შედეგების მიხედვით, მაგრამ ის ბიუროკრატია ჯანსაღი გაგებით ვიტყვი, სისტემურად განვითარდეს, რასაც ავაშენებთ. სხვა შორის მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრ ჯანსაღს და კეთილსინდისიერებს მუშაკს დღევანდელი ხელისუფლებიდანაც გამოვიყენებ. ჩვენ ხა ძალადობრივი სისტემა არ მოგწევს, თორე ამ ძალადობრივ სისტემაში შესაძლებელია რაღაცა პროფესიონალების მონახვა. ბატონო ლევან, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რომელსაც ქართული პარტია უყენებს ხელისუფლებას, არის არჩევნების საკონსტიტუციო ვადების ჩატარება, ანუ 2011 წლის შემოდგომაზე. თუ ხელისუფლება წავა ამ დათმობაზე, ამ შემთხვევაში ქართული პარტია წავა არჩევნებზე, თუმცა ამ შეკითხვაზე პირდაპირ საუბარს გავაგრძელებთ სარეკლამო ბლოკის შემდეგ, გადაცემაში რეკლამის დროა.
თქვენ უყურებთ პირდაპირ საუბარს, ლევან გაჩეჩილაძეა ჩვენი სტუმარი, ბატონო ლევან, გავიმეორებ შეკითხვას. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რომელიც ქართულ პარტიას გააჩნია ხელისუფლებასთან, ეს არის დროულად, ანუ კონსტიტუციურ ვადებში არჩევნების ჩატარება ამ წლის ოქტომბერში. ამ შემთხვევაში თუ წავა ხელისუფლება ამ დათმობაზე, ქართული პარტია თუ წავა ამ არჩევნებზე? ერთ-ერთ მოთხოვნაზე არ წავალთ. ჩვენ გავიარეთ მოლაპარაკებების გზას, არჩევნების გზას, ჩვენ წავალთ მხოლოდ და მხოლოდ სრულყოფილ, ხაზგასმით ვიმეორებ, სრულყოფილ პაკეტზე იმისა, რაც არის, ეს არის ვადამდელი საპრეზიდენტო, საპარლამენტო საარჩევნო გარემო, თავისუფლება, იმედი უნდა დაუბრუნდეს ოჯახს, პოლიტპატიმრები უნდა გამოუშვან გარეთ და მთელი ეს პაკეტი მოთხოვნებისა უნდა დაიდოს, დეპოლიტიზაცია, რაც ყველაზე მთავარია, პოლიციის უნდა მოხდეს, პოლიცია სოდიკუდი უნდა დამთავრდეს, პოლიცია თვითონ უნდა გაიყოს ორ ნაწილად და ასე თუ იქნება გარანტიები, ჯერ პირველ რიგში მოთხოვნები, მერე მისი აღსრულება, რომ ეს იქნება აუცილებლად თავისუფალი არჩევნები და საარჩევნო თავისუფალი გარემო და შემდგომ გარანტიები, ხემ გიჟები არა ვართ, რომ მართლა ქუჩა და ის გვინდოდეს. მაგრამ ეგ რეალისტური მოთხოვნებია? რეალისტური მოთხოვნებია. ყველაზე რეალისტური ის რა არის, მე გეტყვით რა. ამ ობიექტურ სიტუაციაში. ეს არ ვიცი, სიტუაცია ობიექტურია თუ არა, მაგრამ მე მიმაჩნია, ყველაზე რბილად ვიტყვი, თუ თქვენ სხვანაირად მიგაჩნიათ თქვენი აზრი მაინტერესებთ, მე მიმაჩნია, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ავტოკრატულ რეჟიმში, მე მიმაჩნია, რომ საერთოდ დიქტატურაში ვცხოვრობთ, მაგრამ დავარქვათ ძალიან რბილად ავტოკრატული რეჟიმი და თუ ავტოკრატთა სოფლიოს ისტორიაში ვერ ვიპოვით ერთ-ერთ მაგალითს, სადაც ავტოკრატული რეჟიმის ბოლო არ იყოს რევოლუცია. მაგრამ ამთავრებს რევოლუცია. როდესაც შეიძლება ეს მე ვიყო, სხვა იყო და ასე შემდეგ, მაგრამ კლასიკური პოლიტიკური გაგებით ეს ესეა. მოლაპარაკებები ავტოკრატულ რეჟიმს არ ამთავრებს. მაგრამ როდესაც არც იმის საწინააღმდეგო მაგ არ აქვს. როდესაც საუბრობთ რევოლუციაზე, მე მაინტერესებს რას გულისხმობთ კონკრეტულად, ანუ რა სახის რევოლუციას? როგორ რევოლუციას, როგორც იყო ვარდების რევოლუცია, ანუ სისხლიან რევოლუციას? არავით არ სისხლიან რევოლუციას, ხო შეიძლება ახლა მე ერთი რამე მინდა გითხრა, თუ ვინმე იარაღს ამოიღებს და დაუშენს, ეს ამას გააკეთებს ხელისუფლება და გაუკეთებს საკუთარ ხალხს. ახლა თუ ვინმეს უნდა სისხლი, არ უნდა სისხლი, მაშინ აგერ არსებობს ქაღალდი და კალმისტარი დაწერს განცხადებას და წავა თავის თანამდებობიდან და თუ ამას ესე იგი შენ გინდა არ გინდა ყველანაირი ფორმით ხავს ეკიდები და შენს გამს ეკიდები და კიდევ და კიდევ უფრო აძლიერებ მედია თუ პოლიციურ ძალადობას, ესე იგი გინდა რომ თავს მოახვიოს საზოგადოება შენი ხელისუფლება, საბოლოო ჯამში ბოლოს სულ გაძარცვა ეს ხელისუფლება, ეხლა რა გითხრათ, მაგალითს მოგიყვათ საკუთარი მიწებიდან ხო გაგვყარეს, ართმევენ, ხო, მოდი ამ კაგებით ვიძახი. ბინებიდან ხო საზოგადოება გამოყარეს ამ კრედიტებზე რეები ხდება ხო სამსახურებიდან გაყარეს ხო ეს ყველაფერი ხდება პოლიტიკური ნიშნის და ძალადობის ნიშნით შემდგომ იმხელა ემიგრაცია ქვეყნიდან გაყარეს ხო ამას ახერხებს რაღაც 10 კაციანი მაგრამ აი ამ ლოგიკიდან და თუნდაც თქვენი დიახ 10 კაციანი კრიმინალური ჯგუფი რომლის ნებასურვილზეც უნდა ესე იგი იაროს ამ 9 მილიონმა ადამიანმა. და აქედან გამომდინარე მშვიდობიანად წავა თქვენი აზრით ხელისუფლება. ხა ეგ უკვე თვითონ ხელისუფლების გადასაწყვეტია როგორ წავა. თვითონ ხელისუფლების, იმიტომ რომ ხელისუფლებაშიც ადამიანი თუ ქვას მესვრი და რა ქვია დიდ ბოდიში და ჯოხს თავში მირთყამთ, ნუ რაღაცნაირად თავი უნდა დავიცვა, მეც გიჟი არა ვარო, თავი შეგიშვირო, რომ თავი გავიჩინო. და ხალხი რაზე წავა ბატონო ლევან თქვენი აზრით, იმიტომ რომ თუნდაც ბოლო პრეცედენტი გავიხსენოთ ის რაც სტადიონზე მოხდა დემეტრაძის მხარდასაჭერად ძალიან პასიური იყო ხალხი. ანუ ხედავთ დღეს რეალურად აი ძალიან გულწრფელად რომ მითხრათ საპროტესტო მოხდს. საპროტესტო, მოდი ესე ვიტყოდი, საპროტესტო ზიზღი და მუხტი არის სხვადასხვა მცნება. საპროტესტო ზიზღი დღეს ბევრად უფრო მაღალია, ვინე მოდესმე ყოფილა ამ 3 წლის განმავლობაში, იმიტომაც უკვე დაიწყო პრესაჯემ და მათმა ცნობილმა პრაიმ ტაიმმა და იმედმა, რუსთავიორმა და სხვადასხვა არხებმა უკვე დაიწყეს მთელი პასკვილების თუ ესე იგი იმის სერიალი, რა ერქვა იმას ქრონიკას რა ერქვა ის ცნობილი იმიტირებული იმის სერიალები დაიწყეს. ესენი იმაზედაც კი
წამსვლელები არიანო, ალალმართალი აფეთქებები მოახდინონ სადღაც და ხალხიც კი შეწირონ იმას, როგორ თავისი და მე სხვას გადააბრალონ და თავისი სკამები შეინარჩუნონ. ნუ ლიდერების ჩვენს დაჭერაზე და ჩვენზე პროვოკაციაზე კი არაფერს არ ვიტყვი, ეს არ დამთავრდება, მანამ პოლიტიკურად არ დამთავრდება ეს ხელისუფლება. ეს არის სტილი მართვისა. მაგრამ თუ საპროტესტო მუხტი არ იქნა? არა, ეხლა ხო ვილაპარაკე საპროტესტო ზიზღზე. საპროტესტო ზიზღიდან საპროტესტო მუხტამდე არის ერთი ნაბიჯი და იმ ნაბიჯის გადადგმაზე მუშაობ ზუსტად სუხოლა. რა არის ეს ერთი ნაბიჯი? როდესაც ერთნაირად აზროვნებს სამი ადამიანი მაგიდის ირგვლივ და მათ შეუძლიათ მოიყვანონ მეორე შეხვედრაზე 30 ადამიანი იგივე მაგიდასთან, მესამე შეხვედრაზე 70 ადამიანი შეუძლია 300 ადამიანის მოყვანა, მეოთხე შეხვედრაზე ამ 300 ადამიანს შეუძლია 3000 კაცის მოყვანა, შემდგომ ეს მივა 300.000 ადამიანამდე, რომელსაც აღარ უნდა ხალხის დაქირავებული არის ხელისუფლება. ხელისუფლება ბისთვის ეს არის ამ რეჟიმის ეს არის სამსახური, რომ ემსახუროს ხალხს და ხალხისვე ნება იქნება ამ სამსახურიდან ამ ხელისუფლების გაყრა. მაგრამ ფიქრობ თუ არა რომ ქართული პარტია იქნება რევოლუციის ავანგარდში? ქართული პარტია ცვლილებებზე მთელი თავისი შემადგენლობით, თავისი პოლიტიკური მეგობრებით და თავისი სამოქალაქო მეგობრებით პასუხისმგებლობას აიღებს სამართლიანობაზე და ცვლილებაზე. ერთი მხრივ რევოლუციურ ცვლილებებზე საუბარი და მეორე მხრივ იმის განცხადება არა, მე არანაირ შეფასებას არ ვახდენ. მეორე მხრივ იმის განცხადება, რომ თქვენ მოხვალთ ხელისუფლებაში. ხომ არ ფიქრობთ, რომ აი ამ განცხადებების შემდეგ ოპონენტებს ექნებათ ერთი არგუმენტი, ანუ ის, რომ თქვენ მოდიხართ რევოლუციას ახდენთ იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მოხვიდეთ და არა იმისთვის, რომ ქვეყანაში სასიკეთო ცვლილებები მოახდინოთ. თქვენ მე მგონი არასწორად მისვამს კითხვას, არც მე და არც არც ერთ მეგობარს და ოპონენტი ჩემთვის არის მხოლოდ სააკაშვილი და მისი რეჟიმი, მე სხვა ოპონენტი არ მაქვს. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეხლა ვამზადებთ და ვართ ერთ-ერთი თანამონაწილე მომზადებისა დიდი ეროვნული თანხმობის დეკლარაციას, რომლის შესახებაც ხვალ შუადღეს 3 საათზე ვიტყვით ვერის საკალათბურთო დარბაზში და ყველას მინდა და დაუპატიჟებთ ხო? ჩვენ ოპონენტი სააკაშვილის ხელისუფლების გარდა არ აქვს არავინ, ამიტომ და სხვა ოპონენტად არც განვიხილავ. არც ის ძალები, ვინც ამბობენ, რომ წინააღმდეგებიან რევოლუციურ მცდელობებს. კიდევ ერთხელ ყველას ნიჭიერებას გამოვიყენებთ, ვინ რას იძახის, ნაკლებად მაინტერესებს, ჩემთვის არის გუშინდელი დღე, ხვალინდელ დღეზე წავა მუშაობა და ასეთ რაღაცებზე მე კომენტარს არასდროს არ ვაკეთებ, იმიტომ რომ მე მიმაჩნია და იმიტომ ვიძახით, რომ პასუხისმგებლობას ვიღებთ. და ესეც უნდა იყოს და სამართლიანობა ეს არის. ხელისუფლება ეს არ არის კომფორტი. ხელისუფლება ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა. ვინც ჩათვალა ხელისუფლება კომფორტად, ის გადაიქცა მერე დიქტატორად და დიქტატორული რეჟიმების ბოლო, ლოგიკური, პოლიტიკური ბოლო ეს არის რევოლუცია. ეს კლასიკად ვერავინ ვერ მოვა ეხლა და მე ვერ მეტყვის სხვადასხვა დიქტატორების მაგალითზე, რომ ესე არის. რევოლუცია შემთხვევაში, მშვიდობიანი შემთხვევაში, ხელისუფლების შიგნიდან მონახვედის შემთხვევაში, ქვეყნის გარეთ ბევრი სხვადასხვა ვარიაციებია ავტოკრატულ და დიქტატორულ რეჟიმში, მაგრამ ეს ესეა. მაგრამ რამდენად ამართლებენ ბატონო ლევან, ჩვენი უახლესი ისტორიიდან გამომდინარე, ორი რევოლუცია გადავიტანეთ, რევოლუციური გზით მოსული ხელისუფლებები. მოაქვთ მათ სიკეთე ქვეყნისთვის? ამ ხელისუფლების კიდევ ერთხელ ვიძახი, მთავარი პრიორიტეტი არ უნდა იყოს კომფორტი. კომფორტის გამო თუ მოდიხარ, დამთავრებული ხარ, მაგრამ თუ პასუხისმგებლობაა და გარანტირებული იქნები თავისუფალი არჩევნები ჩაატარო, ვისაც გინდა იმას მოუგია თავისუფალ არჩევნებში. და თუ სხვა გზა არ არის, რომ ორი არჩევანი გვაქვს, ან უნდა ისე იგი ვიცადოთ, როდის ბუნებრივად დამთავრდება დიქტატორული და ავტოკრატული რეჟიმი, რომელიც ბუნებრივად არ მთავრდება. თქვენ ხართ ჩემი ბატონი, აგერ კონსტიტუციას ცვლიან, იმიტომ რომ კაცი პრემიერ-მინისტრი ან პარლამენტის თავმჯდომარე რაც გინდა ის გახდეს, მაგას რა მნიშვნელობა აქვს? ნუ უკვე სერიოზული მტკიცებულებებია იმისა, რომ წავიდა რამოდენიმე ათწლეულიანი დიქტატურა თუ ავტოკრატული რეჟიმი და არავის აქ მშვიდობიანი ცვლილებები არ უნდა. ან ჩვენმა თაობამ უნდა მოითფინოს ესა, მაგრამ ამის მოთმენის რესურსიც არ არის, იმიტომ რომ მე პირადად მგონია, რომ რაც არის ქართული, ყველაფერი მოკვდება და ყველაფერი დაიღუპება, აგერ გითხარით, ყრიან ყველაფრიდან რაღაც 10-კაციანი კრიმინალური ბანდა და შევეკრათ ერთმანეთს გავერთიანდენ და ეს 10-კაციანი კრიმინალური ბანდა ჩვენ
ამ ხალხმა უნდა მე ეხლა რომ ვიძახი მე ეს ხალხის გარეშე მაინც არ გაკეთდება და ხალხი არის ამ ხელისუფლების დაქირავების გარანტორის და ხელისუფლების მაგრამ მაინც ვინ უნდა იყოს, ანუ ვინ უნდა იყოს აქ გამწევი ძალა, ხალხი თუ პარტიები, რადგან რამდენიმე წუთის წინ სანამ ეთერში შემოვიდოდი ბატონო ლევან, გუბასანიკიძის ერთი განცხადება გავრცელდა და ძალიან პატარა ფრაზას წაგიკითხავთ. აქედან გუბასანიკიძე აცხადებს, რომ არც ერთ პოლიტიკურ ძალას ამ ეტაპზე ქვეყნისთვის სასარგებლო რევოლუციის მოხდენის უნარი არ შესწევსო. ქვეყნისთვის სასარგებლო. კიდევ ერთხელ ვიძახი, ყველაზე არც ერთ პოლიტიკურ ძალას. არა, ერთიანობა შეწევს, აღარ პირდაპირ ვეტყვი, ერთიანობა დააპატაროებს რისკებს იმისა, რომ მოხდეს სამოქალაქო დაპირისპირება და გინდათ თქვენივე ეთერიდან პირდაპირ ხელს გაუწვდი გუბასანიკიძეს თუ სხვა იქნება, იმიტომ რომ თქვენი მიერ წაკითხული ეს ერთი ფრაზა, ჩემთვის ეს ერთი ფრაზაა და იმის შინაარსზე მე და გუბაზმა ერთმანეთში უნდა დავილაპარაკოთ, იმიტომ რომ მე არ გავაკეთებ კომენტარს იმაზე, თუ ადამიანს პირადად არ ველაპარაკე და ის ასევე საუბრობს, რომ უნდა იყოს კოორდინაცია, როგორც საარჩევნო სისტემის მომხრე, ასევე რევოლუციის მომხრე. აბსოლუტურად შესაძლებელია. აქ არსებობს რამდენიმე პუნქტი იმისა, რომ ჩვენ ერთობა ვიყოთ. თუ ჩვენ ვიტყვით იმას, რომ ჩვენ ცხოვრობთ ავტოკრატულ რეჟიმში. ეხლა არ ამგონია, რომ რვიანის რომელიმე წევრმა არ მოაწეროს ხელი იმას, რომ ჩვენ ავტოკრატულ რეჟიმში ვცხოვრობთ. თუ ჩვენ ვიტყვით, რომ ჩვენ გვაქვს პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი, არ ამგონია მათი განცხადებებიდან გამომდინარე, რომ ამას ხელი არ მოუწეროს. თუ ჩვენ ვიტყვით იმას, რომ ავტოკრატული რეჟიმის დამარცხება ეს არის ქვეყნისთვის მხოლოდ პროგრესი და არა რეგრესი, არ ამგონია, რომ ამ ხალხმა ამ განცხადებას და ესეთია, თუ ჩვენ ვიტყვით იმას, რომ მოდით რა თქვენ ფლანგზე იმუშავეთ, ძლიერ და ჩვენ ფლანგზე იმუშავეთ, მაგრამ ოღონდ მე შენს ფლანგს არ დავარტყამ პოლიტიკურად, იმიტომ რომ შენ ჩემი ოპონენტი არ ხარ და ვაღიარებთ რომ და არც მე ვარ შენი ოპონენტი და ვაღიარებთ რომ ერთი ოპონენტი, ერთი მტერი ყავს რომ ეს არის ეს სისტემა, ეს რეჟიმი, ეს ხელისუფლება, ხო? არ ამგონია რომ აქაც შეთანხმება ვერ ვიპოვოთ. რა შეეხება ნინო ბურჯანძეს და სახალხო კრებას, როგორ წარმოგიდგენიათ ის თქვენთან ურთიერთობაში პრედისტორიის შემდეგ, რაც არის თქვენ შორის? არა მაქვს არანაირი ფორმულები. ჩემთვის არის საქართველოს უპირველეს ყოვლისა. ანუ შესაძლებელია ბურჯანძესთან ერთად. არანაირი ეს მინუს, ის მინუს, ეს ფორმულა თავში არ მიდევს. საქართველოს არის უპირველეს ყოვლისა, ძალა ერთობაშია. აცხადებთ, რომ სააკაშვილის რეჟიმი მალე დასრულდება. გაქვთ თუ არა პასუხი იმაზე, როდის, როგორ და ვინ უნდა დაასრულოს ეს რეჟიმი? ეხლა საჯარო რომ თქვენ აცხადებდით, რომ ზაფხულამდე ეს უნდა მორჩეს და ზაფხულში სააკაშვილის გარეშე უნდა წავიდეთ დასასვენებლად. ძალიან გთხოვთ, ხშირ შემთხვევაში ხოლმე ხდება ხოლმე ისე ამას აცხადებდით, იმას აცხადებდით, მე ხვალ მინდა რომ დავისვენო სააკაშვილისგან, ზეგ მინდა რომ დავისვენო სააკაშვილისგან და გუშინ მინდოდა რომ და გუშინ წინ მინდოდა რომ სააკაშვილისგან დამესვენა და ნუ გვაქვს ხოლმე ზოგჯერ ისეთი რაღაცა რომ ვაი სიტყვებზე გამოვიჭრე. არა, მაგრამ ეს განცხადება განცხადება ნიშნავს ესე, რამდენჯერაც არ უნდა წავიქცე, იმდენჯერ ავდგები. გუშინაც ავდგებოდი, დღესაც ავდგები, ხვალაც ავდგები და ყველაც აქცეულს კიდე. გაუწვრდი ხელს რომ ადგეს დაამთავროს თავისი ნიჰილიზმი ადგეს ისევ ბრძოლის გასაგრძელებლად. ანუ ვადა არ გაქვს დღეს? ვადას დააწესებს თვითონ ხალხი და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ ეს რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს. რაც შეიძლება მე გავაკეთებ იმას რომ იყოს ერთობა, იყოს კონსოლიდაცია, მე გავაკეთებ რომ იყოს მტკიცე ცენტრალიზებული შტაბი და გადაწყვეტილებები, მე გავაკეთებ კი არა მე მივიღებ ამაში მონაწილეობას, ეხლა ვიღაცამ არ მინდა რომ ამბიციას ჩამომართოს. მე მივიღებ იმაში მონაწილეობას, რომ სამოქალაქო სექტორიც დავაჯერო და ვთქვა, რომ ეს არის აუცილებელი. მე ვიტყვი რომ იმას რომ დაიცავი საქართველოს ეს ახალი ქართული კონსერვატიზმი, ეს არის ზუსტად ის იდეოლოგია, რომელიც საქართველოს გადაარჩენს და ამის ირგვლივ შეიძლება ჩვენი სახელმწიფოს მომავლის ხედვა დააკინძვა, რომ ისევ და ისევ კონსოლიდაციას საზოგადოებრივ სამოქალაქო გნებოდ პატრიოტულ კონსოლიდაციას მივახციოთ იმისთვის, რომ შევამციროთ რისკები, დავიყვანოთ ნოლამდე, რომ არ მოხდეს სამოქალაქო დაპირისპირება და ვაიძულოთ ამ ხალხს დაწერონ განცხადებები წყნარად დაგვანებონ. სახალხო კრება აცხადებს, რომ შესაძლოა პროცესები დაიწყონ მაისიდან. ამ შემთხვევაში თქვენ რას იზავთ? ყველა თავის გზაზე გავუმარჯოს. დიდი მადლობა. მოგესალმებით. ლევან გაჩეჩილაძე იყო ჩვენი სტუმარი, მეორე შაბათამდე გემშვიდობებით, მშვიდობიან შაბათსა და კვირას გისურვებთ.